მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ავაწყოთ ჩემთან ერთად ჩემი პატარა ნაზვის ხე. ესე მოვრთე, ცოტათი ოღონდ. ყველაფერი არ ამომილაგებია. და მინდა რომ ჯერ ეს პატარა ნაზვის ხე მოვრთო. და დიდს მერი ავაწყობ აქეთ დავდგავ. თლიან ჭერამდი არის, თან ძალიან დიდი არის და მარტო კამაგას ვერ ავაწყობ და ეხა პატარა ავაწყოთ ერთად. დავდგათ და რა ვიცი, როგორ მოგეწონებათ დამიწერეთ მერე ჩემი ნაზვის ხე, ჩემი რამე-რუმეები, მორთულობები და იმის მიხედვით ავაწყობ მერე დიდ ნაზვის ხესაც თქვენთან ერთად თუ სურვილი გექნებათ. აბა დავიწყეთ. არა მაქვს ძალიან ბევრი სათამაშოები პატარა ნაზვის ხისთვის, სხვათა შორის, მაგრამ რაც მაქვს ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს. აი ასეთი ლამაზი მტრედი მყავს მე და აქ მინდა რომ დავსვალ ამასაც. აი ესე დავსვავ. მოიცადეთ. აი ესე დავსვათ მოდი. თავში. რომ ესე თან ვითომ ჩამალულია, მაგრამ ჩანს მაინც. ამოვალაგე რაღაცეები კიდე. რა ვიცი, აი თოლის პაპაც მყავს პატარა, აქეთ მყავს კიდე დიდი თოლის პაპა, განახებთ. ესეთი სათამაშოები მაქვს. აი ესეთი ანგელოზი მყავს ძალიან საყვარელი. კიდე ნაყიდი მაქვს ბევრი სათამაშოები ახალი. მაგრამ ჯერჯერობით ამ ძველებს ჩამოვკიდებ. ესა დავკიდო ეხლა. ვინახეთ რაღაცები. ესე ბურტყლების ცვივა არ შეიმჩნიოთ მეგობრებო, დაბლა ბევრი რაღაცები ყრია, წვიმები და რამე-რუმეები, მაგრამ ამას რა თქმა უნდა მივალაგებ. აი ნახეთ რა სილამაზეა. თქვენ როგორი სათამაშოები გიყვართ, აბა დამიწერეთ. რა ვიცი, ვის რა მოგწონთ? ბურთები მოგწონთ, მტყვიალები, ანგელოზები, ჩიტები თუ რეები მოგწონთ? თან ესე მოვწევ მაგიდას. აბა ეს რა მაქვს კიდევ? თან აღარც მახსოვს რაღაცეები. აი ჩიტი კიდე მყავს, სად დავკიდოთ? მოდი აქეთ დავკიდოთ ესე. ცოტა მეორე ჩიტთან ახლოში, აი ესე. თან ერთი ხელით რო ვკიდებ. ცოტა მიჭირს, თან ვიღებ და არ შევიმჩნიოთ. შეძლებს დაგვარად. აი ასეთი თოლის პაპა მყავს კიდე. ამასაც ჩამოვკიდებ ხოთ ბოლოსკენ. ალბათ უფრო ამეებს არ დავკიდებ, ამეებს უფრო დიდ ნაზვის ხეზე დავკიდებ, მე მგონი. წითლები არის, თან რაღაც ერთ ფერებში უფრო მინდა, რომ წელს რაღაცა ერთ ფერებში, ამ ფერებში მინდა ნაზვის ხის, პატარა ნაზვის ხის მორთვა. ნახეთ რა ლამაზი უკან ფონი და ბუხარი და როგორ მიყვარს ბუხარი, ძალიან მინდა აქაც ვქოთეს, მაგრამ არა მაქვს სამწუხაროდ. სოფელში კი გვაქვს, მაგრამ აქ თბილისში არა გვაქვს, მაგრამ არა უშავს. მაინც ვიქმნით ახალწო გაწყობას, რა თქმა უნდა. ეხლა ეს დავკიდოთ, აბა ნახოთ, სად ჯობია. სად დავკიდოთ ეხლა ეს სილამაზე. თან რაღაცა თითქოს ყუნწები მეპატარავება, რაღაც ნახეთ რა ლამაზია, აი. ნახეთ. და აქ ტობი არის ჩემი ძაღლი. ჩემი ჭიხუახუა. რაღაცებს სათამაშოც თამაშობს. თუ ხმა მოგესმათ. იცოდეთ რომ ტობი არის. აი გვერდზე ხო არ დავკიდოთ ესე. აი ესე ჯობია მე მგონი. ხო, აი. ასე. ესეც. ნახეთ რა სილამაზეა. ის გიყვართ მსგავსი. მოდი ახლა აქეთა ხელითაც ვწდი. ცოტა მიჭირს ერთი ხელით, მაგრამ არა უშავს. რასაც შევძლებ. მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვისაც ესეთი სილამაზეები.
ამჟამად ჩემი ბიჭი არ არის სახლში. 13 სადინოთ არის წასული. ვინც იცის, ვინც მიყურებს, იცის რომ ვინიც იცის ჩემი ბიჭი არის 17 წლის, არის აბიტურიენტი. უკვე ვამთავრებთ სკოლას, ემზადებით. რა თქმა უნდა, როგორც ყველა აბიტურიენტი ჩემი ბიჭიც ძალიან დატვირთული არის და ვისაც ესმის ჩემი ამ პერიოდის გავლის ძალიან ესეთი სტრესულია ჩემთვის პირადად და ძალიან განვიცდი და რა ვიცი ველოდები როგორ იქნება და როგორ რა იქნება და რა ვიცი ვისაც ესმის ჩემი მშობლებო და ალაიქეთ ვისაც ყავთ აბიტურიენტი შვილები ვინც იცის ჩემი მდგომარეობა რა ვიცი და ალაიქეთ მოკლედ აი ასე ხეთ რა სილამაზე აი ეს პატარა თოვლის პაპა მყავს კიდე ეხლა რომ დავკიდებ სათამაშოებს ჩემი თოვლის პაპის ისტორიასაც გეტყვით პატარა თოვლის პაპის ხო კიდე სად დავკიდოთ აბა უკანაც ნუ უკანდიდათ არ მინდა იმიტომ აი გავაგზავნოთ მეგობრებო ასე ჩამოვკიდეთ ეს რასაც შევძლებ აი თქვენთან ერთად ერთი ხელით შეძლების და გვარად ხო იქით სხვათა შორის აი იქ გრინჩი მყავს ვინც მიყურებს იცის გრინჩი მყავს პატარა ნაძვის ხი არის წითელი ბანტი ქუქი კაცუნა არის ნამცხვარი კაცუნა და იქით ყვავილები ვაზაში ჩავდე დროებით ნაძვის ხეზე მინდა რომ გავუკეთო დიდი ნაძვის ხეზე ყვავილები და დროებით ესე ლამაზად გადავწყვიტე რომ იდოს თქო ვიფიქრე რომ ასე ლამაზად ყოფილი იყო აბა ეს წინ არ გამოვა იმიტომ რომ რაღაცა ადგილიც აღარ არის თითქოს ორი ცალიღა დარჩა და ვნახოთ უი რეკლამა არის მუსიკები მქონდა ჩართული და არა უშავს გამოირთვა მე აუწევი ხო აბა ვნახოთ როგორ შევხედოთ რა ვიცი მე მგონი ლამაზად არის აი ესეთი ერთი ღა დამრჩა ნახეთ რა სილამაზეა რაღაცა აი რაღაცა ძალიან მომწონს ეს თოკები რაღაცა ესეთი ეს მეშოკის რაღაცა გადაკრული ისინი რაღაცა წელს რაღაცა სისადავე უფრო მელამაზება რატომღაც კი ცხენისწელია ცეცხლოვანი ცხენისწელია მეგობრებო წელს და რა ვიცი უნდა წითელი სათამაშოები რა თქმა უნდა იყოს აი მაგ წითელი სათამაშოები ცო ეს რაღაცა აქარეტება მგონი ხო და მოდი ამას აქეთ დავკიდებ ჩიტუნას აქეთ დავკიდებ რომ ისიც დაეტიოს ის დიდი სათამაშო ხო და რა თქმა უნდა წითელი აი წითლებიც ურევია პრინციპში ხო რაღაც კენკრა თუ რა არის და ესეც ხო არის წითელი არ არის ესეგეც წითელი არის ფაქტიურად გვაქვს აი ეს ჩიტუნასაც წავიყვანოთ ეს ერთი ჩიტუნა აქ არის ტრედი და მეორე ტრედი სადავკიდოთ თან ფიქრობ შუაში ხო არ დავსვა ისევ აი აქ ხო არ დავსვა რომ გამოჩნდეს ფაქტიურად რომ ესე ორნი ერთად იქნებოდნენ აი ნახეთ მე მგონი ეს კაია აი ნახეთ აი ეს ძალიან ლამაზია მგონი სხვათა შორის კი ესე ჯობია
კამერას რო ვატოკებ, მეგობრებო. ძალიან არ შეიმჩნიათ. იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ერთი ხელით თან მუსიკები მინდა რომ ჩავერთო ჩემთვის განწყობისთვის. ძალიან მინდა მომწონს. ხო, კიდევ რამ, ხო, ეს ნაძვის ხისის მოვრჩი, რა თქმა უნდა. მეც აღარ დავკიდებთ იცი, აი ასეთი კიდე ლამაზი კურდღელი მყავს, ნახეთ, ყავის ჭირავს ჭიქახელში. ესეთი გრინჩიც მაქვს, გრინჩი რო ახატი. ხო, კიდევ ესა მაქვს. აი ნახეთ როგორი თოლის პაპარი ლამაზი. აი ესეთი მყავს და კიდე ესეთი ელფი. ეს ელფი ცოტა მძიმეა. ცოტა არა, კარგად მძიმე არის. და ეხლა ამაზე რო ჩამოვკიდო, ეს ძალიან ჩამოვარდება. და პრინციპში ადგილიც აღარა მაქვს აქ. ნახეთ რა საყვარელია. როგორი ყურები აქვს, ნახეთ. ხო, ეს ჩავსვათ აქ დროებით. ხო, კიდევ მაქვს ესეთი ცხენი მყავს, ნახეთ რა ლამაზია. აი. რა სილამაზია. ეს ძალიან მომწონს ეს ჭყიალები, ნახეთ როგორ ყველაფერებში გადადის. ვის გიყვართ გავს სათამაშოები, მეგობრებო. დალაიქეთ, გამოიწერეთ, არხი არ დაგავიწყდეთ. ნუ გეზარებათ ხოლმე დალაიქება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. უყურებს YouTube ამ ყველაფერს, ანუ განვითარებისთვის, არხის განვითარებისთვის. ანუ აუცილებელია რა, რომ უყურებ ვიდეოს, უბრალოდ დალაიქოთ რა, თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, ეხლა ბოლომდე რო უყურებ, მე პირადად რაღაცას ესე იგი მომეწონა და რა ვიცი, რაში უნდა იყოს პრობლემა, რომ დავალაიქო. ასე იქ რომ დალაიქეთ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება. და დიდი სურვილი, რა თქმა უნდა, რომ მეტი და მეტი უკეთესი და უკეთესი კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ხო, კიდევ რა მაქვს? კიდევ მაქვს ასეთი ნაძვისხე ხის. ეს ნაძვისხე ძალიან დიდი ხანია შეძენილი მაქვს სხვათა შორის. ძალიან დიდი ხნის არის, ანუ დიდი ხნის ესე რა ვიცი, 1-15 წლის იქნება კი ეს ნაძვისხე და წარმოიდგინეთ, ხوامდენი წელია ნაყიდი მაქვს და ეხლა ნახეთ, გავანათებ და კიდე ანათებს. ანუ ელემენტებზია რა. აბა ნახოთ. ნახეთ. აი ვინ შეამჩნევთ ალბათ. კიდე ანათებს. რა ელემენტია ამისთან? ყოველ წელს ვანთებ მეგობრებო ამ ნაძვისხეს. რამდენი წელია უკვე ნახეთ, ეს მე მოვრთე. აი უკან ასეთი ისა აქვს და აქ არის ელემენტი და ესე ხისა ძალიან და ამას ძალიან უხდება, ნახეთ. ეს ხის ნაძვისხე, ხის რაღაცეები. მოდი ახლა თან გადავიტან იქით ამებს. რომ უკვე დავალაგებ იქ დავდგავ პატარა ნაძვისხეს ძალიან უხდება სხვათა შორის და არ ვიცი ახლა როგორ განვალაგებ. შევხედავ თან ნელ-ნელა. აი ესე პატარა ირმებიც მყავს. ნახეთ. კიდე მაქვს რაღაცეები ნაყიდი, ახლა იქით ოთახში არის, ვერ გავალ იქით ახლა. აი ნახეთ, იქით ირემიც მყავს, რომელიც ანათებს, მაგრამ ეს შტევცელი აღარ ყოფნის და დამაგრძელებელი უნდა მოვიტანო კიდე 2-იანი 3-იანი, რომ შევაერთო, რომ ყველაფერი ჩავერთოთ, თორე აქ მეტი აღარ ერთდება. ხო, ეს ჩემი თოლის პაპა. ეს თოლის პაპა, მეგობრებო, არის იცი რამდენი წლის? ნახეთ რა სილამაზე. შეხედეთ. ესეთი აქ არც იყიდება და ესეთები აღარც იყიდება, ანუ უფრო ჩინურები არის ახლა და ეს არის ნამდვილი, ანუ ხარისხით ვამბობ. აი ელემენტებზე არის. და ეს ხელებს ესე შვებოდა, უკრავდა რაღაცა. მამაჩემმა ჩამომიტანა გერმანიიდან რომელ წელში, იცით? 2000, ახლა ვეკეთყვით. 2002 წელში. ხო, 2002 წელში თუ 3-ში, აი ზუსტად არ მახსოვს. ხო, მაშინ დადიოდა მამაჩემი, მანქანები ჩამოყავდა ხოლმე გასაყიდად. და ბავშვებისთვის ახლა რა თქმა უნდა შვილებთან ისე არ თქმა უნდა არ ჩამოვიდო და არ მოვიდო და ესეთ სამუშაო ჰქონდა მაშინ.
ნუ ესეთი პერიოდი იყო მაშინ დაიწყო ხალხმა საზღვარგარეთთან ევროპაში და ესა სიარული და ესეთი ქონდა შემოსავალი მაქედან და ესეთი საჩუქარი მომიტანა რა თქმა უნდა არაფერი არ გვეკლდა ჩვენ ბავშვებს რა ვიცი ტკბილეული იყო თუ რა იყო თუ სათამაშო თუ ჩასაცმელი თუ ყველაფერს ცდილობდნენ ჩემი მშობლები რომ რა თქმა უნდა არაფერი არ მოკლებოდა ყველაფერი გქონოდა მეტ ნაკლებად რა თქმა უნდა ყველაფერს ცდილობდნენ და აი ესეთი თოლის პაპა სამახსოვროდ ჩემი მშობლისგან იმ დღეების მოსაგონად და რა ვიცი ჩემი ცხოვრების ნაწილია მოკლედ ეს ჩემი ლამაზი თოლის პაპა და ძალიან მიყვარს ძალიან უფრთხილდები და ყოველ წელს რა თქმა უნდა აუცილებლად ვსვავ ნაძვის ხესთან ხო მოკლედ ხო კიდე მყავს ესეთი დიდი თოლის პაპა ნახეთ ეს უკვე ახალი რა თქმა უნდა ნახეთ რა სიხსაყვარლია აი ნახეთ როგორი თოლის პაპა მყავს აი ასეთი დიდი ისე სხვათა შორის თოვლის ბებოს ყიდვაც მინდა გეგმავ და არ ვიცი ახლა ვფიქრობ თქვენ რას მისჩევთ აბა დამიწერეთ თეთრი ჩაცმულობით ვიყიდა თოვლის ბებოც თუ წითელი ხალათით და აი პეჩენია რო უჭირავს ხელში და ყავა თუ რაღაცას რო აცხობს თუ გამოპრანჭული ვიყიდო თოვლის ბებოც აბა რას მისჩევთ გოგოებო ბიჭებო დამიწერეთ თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის აი ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ვის როგორი თოვლის ბებო ყავთ ვის როგორი თოვლის ბაბუ ყავთ ხო აქეთ ნახეთ რა ხდება კიდე ბევრი რაღაცეები მაქვს აქ ხო ეს მყავს ელფი ესეთი გოგონა ელფი ეს ჩემმა მეუღლემ მიყიდა სხვათა შორის ძალიან მიყვარს ესეც ბევრი წელია მყავს 1-10 წელია რაც მყავს ეს ანგელოზი ხო და უფრთხილდები ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცეები აი ეს ანგელოზიც ესეც ესეთი ბევრი წლისა არის ესეც ხის თავი აქვს და ნაკსოვი კაბა აი შიგნით არაფერი არ არის ესე დავსვავ ხოლმე და რა ვიცი ხო კიდე პატარა ნაძვის ხისთვის მაქვს ასეთი პატარა სათამაშოები ნახეთ რა სისაყვარლია შეხედეთ და ეს ჩემო მეუღლე მომიტანა საზღვარგარეთ იყო მივლინებით სამსახურიდან და იქიდან ჩამომიტანა აი ზუსტად არ მახსოვს რომელი ქვეყანა იყო და აი ესეთი სათამაშოები ხის ძალიან საყვარელი აი მე მგონი პატარა ანგელოზი ახაც მყავს და ჩამოკიდული ნახეთ აი ასეთი ანგელოზი ორი ცალი კიდია მგონი აი ხო აი კიდე აი ასეთი ორი ცალი ანგელოზი ჩამოვკიდე აქაც რა ყოფილიყო აქაც ხო კიდე რა მაქვს ხო ესეთი პატარა ბურთებიც მაქვს მაგრამ ეხა ეს პატარა ბურთები არ ვიცი სად უნდა დავკიდო ესეთი პატარა ნაცვლი არა მაქვს აი ესენიც მაქვს ადრე იყო ეს ჩემ ბავშვობაში მოდაში ესეთი სათამაშოები ამას უფრო ჩემი ლეკვის ვინც მიყურებს ვიცით ჩემი ლუსის შორტ ვიდეოებში შეიძლება გამომადგეს ესენი პატარა საჩუქრები დაულაგო იქ ვიდეოში რა ვიცი გამოგვადგება ხო ესეთი ბალიშები მაქვს კიდე ნახეთ ვინთა რა წერია თუ არა წერია ქრისმასა წერია რა ვინთა ხო უბრალოდ არა ჩანს ბოლომდე და ეს მანქანის ბალიშები ასეთი ორი ცალი მაქვს აი ნახეთ ვინც იცის რომ საჭეს თავზივარ და მანქანა მყავს დიდი ბევრი წელია უკვე და ჩემ მანქანაში ასეთი ორი ბალიშიც დაისადგურებს საახალწლო განწყობასაც მომიტანს ეხლა ამას რომ მოვრჩები ვიდეოს და გადავიღებ და ყველაფერს გავალაბაზებ დავალაგებ მე გავალ და მანქანაშიც ჩავაწყობ რა თქმა უნდა ეხლა ავდგები მეგობრებო და აი ასე ნახეთ რა ამბავია ეს დამავიწყდა მე ჩვენებინა
აი ნახეთ კიდე მაკნატუნა მყავს. ესეც ჩემმა მეუღლემ მომიტანა, საზღვარგარეთ იყო, ესეც ჩამომიტანა. არ არის აქ-ნაყიდი, ხის არის. ხო, ასეთი სასანთლეები მაქვს კიდე, რომ თქვათ გავაფორმო ეს მაგიდა. ხო, ეს ჩემმა დამაჩუქა, სხვადასხვა სურათი რო ჩადო აქ და ესე, ნუ ყველა მიცის ალბათ. ესეთი ორი ცალი მაქვს და ნეტასაც წავიღე მეორე რა საინტერესოა. ხო, ნუ მოკლედ ახლა გადავინაცვლებ ჩემს. აი ნახეთ როგორი ირემი მყავს. შეხედეთ რა სილამაზეა. ეს ინთება. უბრალოდ ახლა ვერ ავანთებ, იმიტომ რომ ის არის შეერთება. აი ნახეთ როგორი ყვავილები მაქვს ლამაზი. შეხედეთ. ეხა მომიწევს ამ ყვავილის აღება, დაბლა ჩამოწევა, რომ დავდგა ნაძვისხი აქ. არ ვიცით ამ ფიქრობ რა როგორ გავაკეთო. მაინტერესებს როგორ დავდგა თან. იმედია ავწევ ერთი ხელით და აბურცადოთ. რამ სიმძიმე ყოფილა გერთო. რაღაცა. აი ესე. ძალიან დიდი ყოფილა. არც მახსოვდა ესეთი მძიმე თუ იყო. აი ნახეთ. მე ცოტას გავასწორებ, უფრო ალბათ. ნახეთ რანაირია. ცოტა დაბლა მოვიდა. ავწევ მე არა უშავს. ნახეთ. ეს დავტოვო ესე ნეტა. ხო დავტოვო, ნახეთ რა ლამაზია. უხდება თან გონი. თქვენ რომელი მოგწონთ? წვანი ნაძვისხე მოგწონთ თუ თეთრი? აბა რას ფიქრობთ მეგობრებო? ვის რა მოგწონთ თქვით, დაწერეთ. რა ვიცი. ნახეთ რა ამბავია მაგიდას. აი ჩემი თოლის პაპა. აქ უნდა დავსვა. ესეც ავიღოთ. ნაძვისხე, მაღლა აღარ დაეტევა რა თქმა უნდა და დავალაგებ აქ. და ფიქრობ. ნუ ამ ყვავილებს რა თქმა უნდა დიდ ნაძვისხეში ჩავდებ უფრო სწორად. და ეხა ესენი უნდა ჩამოვსვა. დაბლა. ნახეთ როგორ ნაძვისხე მაქვს. და გრინჩი. ჩემი გრინჩი. ესე კაცუნა კიდე. აი. და ესე დავდებ. და ეხა უნდა აქ დავსვა მეგობრებო თოვლის პაპა რამენაირად. არეულობა არ შეიმჩნიოთ. სხვა გზა არ არის. როცა რაღაცას ალაგებ, ყველასთან ალბათ ესია რა თქმა უნდა. აი. ნახეთ. ალბათ უფრო აქ დავსვავ. მგონი ჯობია. ბანდი აქ. ნახეთ რამდენი რამეა. ეხა გვერდზე ამას მოусვავ მე მეგობრებო. მე მაქვს კიდევ. ნახეთ. მომღერალი ნაძვისხე. აუცილებლად აქ დაусვავ სანტას. აი ასე. ეხა უბრალოდ ვერ ჩავთავ მუსიკებს, იმიტომ რომ აი ნახეთ. არ ვიცი რამდენად YouTube-ი მას შეიძლება დამიბლოკოს ვიდეო. ნახეთ როგორი საქსოფონი უჭირავს და არ მინდა რომ დამიბლოკოს რა ვიდეო და სამწუხაროდ მუსიკას ვერ ჩავართვევინებ. არა და იმდენი მუსიკა, ნუ გეცოდინებათ ალბათ ვისაც აქვს. იმდენი მუსიკები აქვს, რომ ჩემ ნაძვისხეს თან ანათებს ეს. ესეც ეკვავს. და რამოდენს დაბადების დღესაც ულოცავს. ნახეთ როგორი პატარაცი ცოტა მე მგონი მოვაწყე. რა ვიცი, რაც შევწელი მეგობრებო.
აი, ამასაც დავდებ. უი, მაგნატუნა აქ დაეტევა, ნახეთ. აი, მაგნატუნა. ხისა. ძალიან საყვარელია. ხო, კიდე რა შეიძლება? ირმები მყავს კიდე. ირმები როგორ დამავიწყდა. მოდი, ირმებსაც აქ დავდებ. აი, ასე. უი, ეს პირიქით იყურება კაცრავად. აი, ასე. ცოტა ესე. აი, ნახეთ. მე რა ვიცი, შევხედავ, მე კიდე გავასწორებ, ახლა ახალწლამდე ძალიან ბევრი დრო გვაქვს, მეგობრებო, კიდე დარჩენილი. რა ვიცი, ეხლა რაც შევძელი ამჟამად თქვენთან ერთად რაც მოვახერხე. ძნელია მარტოკა, რომ ესე ერთი ხელით ესე ჩავალაგო დანარჩენებს. შემდეგი ნაძვის ხისთვის, რა თქმა უნდა, ჩავალაგებ ამებს და მერე დიდი ნაძვის ხე რომ ამოვიღებ, მერე იმ ნაძვის ხეს. ის ძალიან დიდია, მეგობრებო, ჭერავდი არის და იმის აწყობა მარტოკა არა რეალურია რა. ასე რომ დღეს მარტო პატარა ნაძვის ხე გადავწყვიტე. ასე რომ დღეს ამით დავკმაყოფილდები მარტო. ნახეთ რამდენი რამეა. ნუ რა თქმა უნდა იმ ყვავილებს ავიღებ. კიდე ხო, ბანტსაც დიდი ნაძვის ხეს გავუკეთებ, წითელ ბანტს. ამებს მე რა ვიცი, ცოტა შევხედავ რა, მოკლედ. წვიმები კიდე მინდა, რაღაცეები, შუქები. კიდე ხო, რაც არ უნდა დამავიწყო, სხვათა შორის კიდე უნდა დავიწყდა. თემუდან ამა გამოწერილი კიდე რაღაცეები. ცოტა საახალწლო რამე-რუმეები და უთქვენოთ, რა თქმა უნდა, არ დავაანბოქსინგებ. უი, ლუსი მოვიდა, ლუსი. მოდი, ლუსი. ნახეთ, ლუსი. აი, ჩემი ტობი. იკეკება. ხო და ანბოქსინგსაც აუცილებლად გადავიღებ. მეგობრებო, უთქვენოთ, არ გავხსნი არაფერს. არის ახალწლო რაღაცეები, ლუსის რაღაცეები და რა ვიცი, პატარ-პატარა რამე-რუმეები. აი ასე. უი, ესენიც არის, მაგრამ ეხლა აღარ დაეტევა, ესე სხვაგან დავდებ უფრო ალბათ ამას სხვა თაროზე. თორე ძალიან რაღაცა ბევრი სავსე მაღაზიასავით ნახე, მეგობრებო. ძალიან ბევრი ნივთები აწყვია. შეხედეთ. აი, რაღა უნდა შეიწინო, მოკლედ არ ვიცი რა. დაჟე თქვენ რო იცოდეთ, ვიდა გითხრათ, რომ კიდევ ბევრი რაღაცეები მაქვს. ნუ რა თქმა უნდა, ცხოვრების მანძილზე ხარ, რაც მე ოჯახი მაქვს. 18 წელია ოჯახი მაქვს. ვინც მიყურებს, იცის, ვინც არ მიყურებს, ნელ-ნელა გამიცნობთ და იცით, რომ რა თქმა უნდა, ცხოვრების მანძილზე ბევრი ნივთი და ბევრი გროვდება ყველაფერი. რას ვიწავთ? აი, ასე არის. რაც გვჭირდება, დავალაგებთ, რაც არ გვჭირდება, შევიდახავთ, მომავალში გამოგვადგება. მოკლედ, ამით დავასრულებ დღევანდელ ვიდეოს. აი, ასეთი პატარა ნაძვის ხის გაფორმებით. და თქვენი აზრი მითხარით, აბა დამიწერეთ. ვის როგორი ნაძვის ხე მოგწონს და ვიყიდო თუ არა თოვლისბებო და როგორი ვიყიდო, რაც მირჩევთ, აბა. რა ვიცი, დააკომენტარეთ. აი, ასე. დღეს დაგემშვიდობებით და ბედნიერ დღეს გისურვებთ. შემოგიერთდებით აუცილებლად მომავალში. ახლო მომავალში. აბა დროებით, ბევრი ვიდეოებით. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. არ დაგავიწყდეთ, კოცნით მიყვარხართ. ბაი, თქვენი ლუს ნანიკო. კარგად.